მსოფლიოში უდიდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდი გაიხსნა. სხვადასხვა ქვეყნების კოლექტიურ სტენდებთან ერთად საქართველოს წელს მასშტაბური პროგრამით არის წარდგენილი, სადაც დამთვალიერებელ საშუალება ექნება ქართულ ახალ გამოცემებსა და ავტორებს გაეცნოს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ლიტერატურული სიახლეებით ჩვენი ქვეყანა უკვე მე-9 წელია იღებს მონაწილეობას და ამჯერად სრული ქართული პროგრამის პრეზენტაცია ფონდ ქართულს მხარდაჭერით ხორციელდება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2016 წლის დეტალები და მზადება 2018 წლისთვის. ნახეთ რეპორტაჟი. ძალიან ამაღელვებელია ყოველთვის ეს დღე, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ასობით ქვეყნის გვერდზე საქართველო არის, ის წარმოაჩენს თავის კულტურას, თავის ლიტერატურას. ქართულ სტენდს გახსნიდან რამდენიმე წუთში მნახველთა დიდი რაოდენობა სტუმრობს. 500 წლიანი ისტორიის მქონე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელშიც ყოველწლიურად 10,000-ობით გამომცემელი მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი იღებს მონაწილეობას, საქართველო ამჯერად განსხვავებული პროგრამით ჩავიდა. ის ფაქტი, რომ ყოველთვის ბევრი ადამიანი ტრიალებს ჩვენი პავილიონის გარშემო, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ქართული ლიტერატურისადმი, ქართველი ავტორებისადმი ინტერესი. პროგრამა ქართულ პავილიონს ძალიან საინტერესო აქვს, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული. ღია დისკუსიები შეხვედრები ბიზნეს სექტორთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებების, რასაც 2016 წლის ფრანკფურტის ქართული პროგრამა მოიცავს. ევროპელ კოლეგებს ქართული ავტორების შესახებ ინფორმაციას 6 ქართული გამომცემლობის წარმომადგენელი მიაწვდის. ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია საგამომცემლო და პროფესიულ ღონისძიებებზე, ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატში ქართულ გამომცემლებთან ერთად. დაგეგმილია არაერთი შეხვედრა წამყვან გერმანულ გამომცემლებთან და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. გამომცემლობა წიგნები ბათუმში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უკვე 2 წელია იღებს მონაწილეობას. გამომცემლობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიება საშუალებას აძლევთ მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების გამოცდილება გაიზიარო. ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ჩვენ შეიძლება გვეძლევა, რომ შევხვდეთ მთელი მსოფლიოს ძალიან ბევრ გამომცემელს. პირადად გავისხდოთ ისინი, ვისაც მეილით საშუალებით ვიკონტაქტებოდით, უფრო ახლო კონტაქტი დავამყაროთ, უფრო ბევრი წიგნი ვიყიდოთ და გავყიდოთ. მსოფლიოს უდიდესმა წიგნის ბაზრობამ 1976 წლიდან დაწყებულ ტრადიციას არც ახლა უღალატა. ამჯერად საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი ნიდერლანდებს ეკუთვნის. 2018 წელს კი ამ რანგში ფრანკფურტს საქართველო ეწევა და ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას გერმანიაში 1 წლის განმავლობაში შეძლებს. პროგრამაზე რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მუშაობა უკვე დაიწყო. ნახეს სტუმარი ქვეყნის წარდგენა, როგორ მოხდა და წელს იყო ნიდერლანდები. ძალიან უცნაური და ძალიან არაორდინალური პავილიონით. ნახეთ რეაქციები, როგორი ჰქონდათ აქაურებს, გავიცანი პრესას, რა დაიწერა, ვის მოწონს, ვის არ მოწონს. ამიტომ ძალიან ბევრია სამუშაო რეალურად, თუმცა მგონია, რომ საქართველოს ძალიან ღირსეულად უნდა წარსწინოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა ჯერ კიდევ 2000 წელს იყო. იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ეს სისტემა ინსტიტუციურად არ იყო განვითარებული. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ პოლონური ლიტერატურისა და პოლონელი მწერლების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან დაიწყო. ჩვენ ამ პლატფორმამ დიდი გამოცდილება მოგვცა და დარწმუნებული ვარ, დადებითი მოვლენა იქნება საქართველოსთვისაც. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 21 ოქტომბერს დაიხურება და წიგნის მოყვარულებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.